საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენდნენ. მთავარი ინტერესი მიმდინარე უწყვეტი აქციების ფონზე დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის წამლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებითაა. მინისტრის გამოსვლას პარლამენტთან აქციაზე მყოფი ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლების უსმენდნენ, თუმცა მინისტრისგან რაიმე საიმედო ვერც საპარლამენტო ტრიბუნიდან გაიგონეს. მინისტრი კვლავ ამტკიცებს, რომ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს და ის, რითაც საზღვარგარეთ ასეთ პაციენტებს უკურნალობენ, საფრთხის შემცველია და რეალური სამკურნალო შესაძლებლობები არ გააჩნია. აქციაზე შეკრებილი მშობლები კი მინისტრს გარედან პასუხობდნენ, რომ მინისტრის მხრიდან ადგილი აქვს მედიკამენტის ეგრეთ წოდებული გაშავების მცდელობას, მანიპულირებას, დროის გაყვანის მცდელობას, რაც მათ შვილებს სასიცოცხლო რისკებს უქმნის. სწორედ ამ თემით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმრები: აზა თავაძე, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტის ბებია და თეუნა თედელაური, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების დეიდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ ეთერიდანაც თქვენი მეშვეობით უპასუხებთ ჯანდაცვის მინისტრს, მინდა ცოტა შორიდან დავიწყო და უფრო კარგად გავაცნო უპირველეს ყოვლისა საზოგადოებას, ჩემს მაყურებელს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ დუშენის სინდრომს. აი, თქვენ თუ შეგიძლიათ მომიყვეთ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორია ამ პაციენტების მოვლის სპეციფიკა. იმისათვის, რომ უკეთესად გავიგოთ, რა პრობლემასთან ხართ შეჭიდებული ყოველი თქვენგანი. დაავადება დუშენის დისტროფია არის კუნთების დაავადება, რომელსაც აქვს კვლელი სახელი, კილერი სახელი. მიმდინარეობს კუნთების განლევა, უკვე ადრეული ასაკიდან არის ზოგიერთი შესამჩნევი, ზოგი უკვე 6 წლიდან იწყებს ამ ყველაფერს განლევა, იწყება კუნთების. კარგავთ ქვედა კიდურებში პირველ რიგში გრძნობელობას, მიდის ბავშვი ეტლში და შემდეგ იწყება ყველა კუნთის მოდუნება, ყველა ორგანოს დაზიანება და ბოლო არის ფატალური შედეგი, რომელიც დადგება გულის უკმარისობის გამო. ეს არის საშინელი დაავადება, რომელიც ყოველ წუთს პროგრესირებს და არ ჩერდება, მანამ სანამ არ დამთავრდება ყველაფერი ფატალურად. ამიტომ მესაჭიროება ამ ბავშვებს დროულად მედიკამენტების მიღება, აი ყველა წუთი არის დაკარგული, უკან გადადგმული ნაბიჯი, მიახლოვებული ტრაგედიასთან. და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს დრო. ქვიში საათი არის ჩართული ამ ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით, რომ მალე დაილევა და მალე განილევა. თქვენი შვილიშვილი რამდენი წლისაა? ჩემი შვილიშვილი ახლა 8 წლის არის. და როდის აღმოვაჩინეთ, როდის დაუდასტურდა ეს? ჩვენ აღმოვაჩინეთ 2 წლის წინ ეს დაავადება. მაშინ კიდევ ჯერ კი სიბნელე იყო ამ დაავადების მხრივ საქართველოში. დიაგნოზიც კი სხვა საზღვარგარეთ დაგვისვეს ჩვენ აქ. ან 6 წლამდე არანაირი ასე ვთქვათ თვალხილული შესამჩნევი სიმპტომი ეჭვიც არ გაგჩენიათ, რომ აიცით რა არის. ეხლა რომ ვაკვირდებით, ხვდებით რომ რაღაცეები იყო, მაგრამ იმდენად მინიმალური იყო ეს საკითხები, რაც გამოგვეპარა. კიბეზე ასვლის გარდა ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვერ შევნიშნეთ, რადგან ბავშვი აქტიური იყო, სხვა ვინც ამბობს რაღაც ნიუანსებს, რომ ჭირდა ბავშვს 2 წლის ასაკში, ჩვენ შემთხვევაში ეს არ იყო. ბავშვმა გაიარა, საუბარიც ისწავლა, თავთავის დროზე იყო ყველაფერი. უბრალოდ ჩვენ მოხდით საავადმყოფოში კოვიდის პერიოდი, რთულად გადაიტანა და ამის შემდეგ ღვიძლზე აუღეს ფუნქციები, იყო ძალიან მომატებული, რაც თითქოს და კოვიდისგან ეგონათ ექიმებს, უნდა გადაგვემოწმებინა ერთ თვეში გადავამოწმეთ და აღმოჩნდა კიდევ უფრო აწეული, დაწეული არა. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ კვლევები ღვიძლთან დაკავშირებით, საქართველოში დავკარგეთ 1 წელი კვლევებში, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს, დიაგნოზი ვერ დაგვისვეს. წავედით თურქეთში და იქ დაგვისვეს ეს
საშინელი დიაგნოზი. ქალბატონოაზე დაგიბრუნდებით აუცილებლად თეონას მინდა კიდევ ერთხელ მივესალმოთ და თქვენს ოჯახში დუშენის დისტროფია ორ ბავშვს აქვს. ერთი თქვენთან იზრდება საქართველოში, ერთი არის ამერიკაში. საოცარი ისტორია ძმების თეოდორე და თომასი. დღეს წავიკითხე ამბების ჰქონდა ძალიან ემოციური სტატია და ერთს აქვს წამალი, აი ახლა ჟურნალისტები მივლის რომ საუბრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს ძალიან კარგი პროგრესი. მეორე ძმას ამის შესაძლებლობა საქართველოში არ ეძლევა. მოდი მოგვიყევით ამ ძმების შესახებ. ბავშვები უბრალოდ პატარა ბავშვი უფრო პატარა რომელიც არის სულ წამოწოლილი თამაშობდა. აი ბავშვი აი როგორც ბიჭები თამაშობდნენ ეგრევე თამაშობდნენ. წამოწოლილი ესე დაყავდა მანქანები და როდესაც უთხარით ჩემდას რომ მოდი მეთქი რაღაცა მივიყვანოთ ექიმთან იქნებ ხერხემლის გამრუდება აქვს ან ტყელი ტერფი აქვს და იმიტომ ტკივა ფეხის ისინი კუნთები წავყვანთ ორთოპედთან და ორთოპედმა თქვა რომ ესო ჩემი მის არ არისო ამ ტყელი ტერფის ბრალი არ არისო და წაიყვანთო ნეიროქირურგთანო. წავედით ნეიროქირურგთან და გადაგვამისამართა უკვე გენეტიკოსთან. გენეტიკოსმა რო შეამოწმა ამ დაავადებას ზოგადად გამოხატული კუნთები ახასიათებს და როდესაც უკვე დაიწყო ეს გამოხატული კუნთები ბავშვი დასვა და თვითონ უნდა ამდგარიყო და ისე სწრაფად და ისე სხარტად ვერ ადგა ბავშვი როგორც უნდა ამდგარიყო ჩვეულებრივი ბავშვი გაგუშვა დიაგნოზის დასადგენად და ჩამოგვივიდა პასუხი არის ჯუშენის კუნთოვანი დისტროფია. რადგან თომა იყო ამერიკაში დაბადებული, წავიყვანეთ ამერიკაში, ჩავიდა თომა და პედიატრთან რომ მივიდა, პედიატრმა გადაამისამართა უკვე გენური თერაპიის კლინიკა არის ამერიკაში და ბავშვი შეამოწმეს, ყველა ორგანო შეუმოწმეს რომ ნამდვილად ეს გენური თერაპიის მიღების შემდეგ გართულება არაფერი არ მოყვებოდა და გაუკეთდა გენური თერაპია. მის მერე იღებს ჯივინოსტატს და ვამოროლონს და დღეს რასაც ითხოვთ საქართველოში მყოფი პაციენტებისთვის ან დიახ, საქართველოში იგივე პრეპარატების, რაც ეს ბავშვი იღებს. და დღეს თომას ცხოვრება არის გაუმჯობესებული. ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, ბავშვი დარბის დაჭერობანას თამაშობს, ბავშვი კიბეებზე ადის, მეშვიდე სართულზე ცხოვრობენ, ისი ავა და ჩამოვა. ამის წინ ვიდეო გადაიღო ჩემ დიშვილმა, მერვე სართულზე ავიდა და კრიშაში აღმოჩნდა ბავშვი. იმდენად აქტიურად დაიწყო უკვე სიარული და ხელიც კი არ მოკიდა სახელურს. ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ პრეპარატებით მკურნალობის კურსს ვინ უზრუნველყოფს? რა თქმა უნდა, სახელმწიფო. კი ბატონო, ქალბატონო აზა, თქვენ გიბრუნდებით აი 6 წლის ასაკში დაუდასტურდაო ბავშვს, დღეს არის 8 წლის. ამ 2 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა, შეგიძლიათ გითხრათ? დათონას მდგომარეობა შეიცვალა, 2 წელი არ მყავდა ნანახი და ბოლო 1 თვის უკან ნახე. ისინი საფრანგეთში იმყოფებიან, რა თქმა უნდა ჩვენც ვეძებდით გზებს გადარჩენისთვის, რადგან აქ ვერაფერს მივაკვლიეთ. გითხრეს რომ ევროპას აქვს ეს წამლებიო და წავედით ევროპაში, რა თქმა უნდა. ბავშვის მდგომარეობა დამხვდა ძალიან გართულებული, თითქმის კიბეზე ვეღარ ადის. რასაც ქვია ხოხავს ბავშვი ესე ადის, ან უნდა დაეხმაროს და ახლა ის ჰორმონი რომელსაც დათუნა ასვამს, იწვევს სიმსუქნეს და არის ჭარბიწონის და ეს ხელში აყვანილი უნდა აიყვანოს მშობლებმა და ჩამოიყვანოს. ამჟამად უჭირს კიბე საშინლად არის და ფეხბურთს რა თქმა უნდა ბურთს ვერ უტყამს ფეხს, რადგან არა აქვს ძალა უკვე. თვითონაც გრძნობს ამას, რომ მე ვერ თამაშობ ფეხბურთს და ვდგავარო ამ ხანაგები, როცა თამაშობენ, ან ვზივარო. დიდხანს არ დგომა შეუძლია და ნუ უკვე არის წასული იქეთ დაავადება პროგრესირებს, როგორც გითხარი ყოველ წუთს და არის წასული ამ შედეგისკენ.
აი მანამ სანამ უწყვეტ აქციებს დაიწყებდით და საჯაროდ გაისმებოდა თქვენგან ეს მოთხოვნა, რომ მიეცით ბავშვებს წამალი. რა ტიპის კომუნიკაცია გქონდათ ჯანდაცვის სამინისტროსგან? რა ინფორმაცია მიაწოდეთ ჯანდაცვის მინისტრს ამ პრეპარატების არსებობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში? თვითონ რა ინფორმაცია მოიძიეს და როგორი იყო მათი პოზიცია? რამ გაიძულათ, რომ ბოლოს ქუჩაში გამოსულიყავით და ხმამაღლა გეყვირათ, რომ ეს წამალი აუცილებელია სახელმწიფოს დახმარებით ჩამოვიდეს საქართველოშიც. 9 შეხვედრა გქონდა მინისტრთან, 9 შეხვედრა იყო ერთი და იგივე ტონალობაში, ერთი და იგივე სიტყვებით. ერთი სიტყვა არც ამოუღია, არც ჩაუმატებია იმ თავის მონოლოგს. მარტო ხელის ბრახუნი მაგიდაზე, ის რომ წამლები ძვირია, ის რომ არ აქვს სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, რომ ეს თქვენ დაგაკმაყოფილოთ და წამლები შემოვიტანოთ ამ ბავშვებისთვის. და ბოლოს იყო რომ ზოგადად არც კი მოგვისმინა მშობლებს, ისე აი უტიფრად გვეუბნებოდა რომ არ გავაკეთებ და მორჩა. ხო, ის ამბობს აი დღევანდელი გამოსვლიდან მის ციტატას მოვიყვანთ, რომ მშობლებისთვის კარი არასდროს დაგვეხურავს, რა წამს გაჩნდება რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი, სამინისტრო არ დააყოლებს გადაწყვეტილების მიღებას. ანუ ისევ იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ პრეპარატები, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, არ არის უსაფრთხო და შესაძლებელია მკურნალობის ნაცვლად მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგით დასრულდეს. დღეს საჯელაძე ტყუის. ყველა სიტყვა, რომელიც მისგან მოვისმინეთ ტელევიზიით, ყველა სიტყვა იყო ტყუილი. აი რას რა ნაწილში ტყუის ეს გითხარით? ის რომ ჯერ მხოლოდ თავისი სიტყვების საპირისპიროა. გამოვიდა ადამიანი და იძახის, რომ ეს წამლები კი არ უშველით 3 წლით გადაავადებს. ხალხო 3 წლით გადაავადებს რას ნიშნავს? 3 წელი ბავშვის ჯანმრთელობა იქნება სტაბილურად შენარჩუნებული. თუმცა ეს 3 წელზე ძალიან ბევრად ბევრი არის მედიკამენტიდან მიღებული სარგებელი, ვიდრე არის 3 წელი. მაშინ რის საფუძველზე აკეთებს მინისტრი ასეთ განცხადებას, იმიტომ რომ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც გისმენთ თქვენ, უსმენს მაგალითად ოპოზიციას, თუმცა საერთოდ არ მინდა ახლა პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი შემოვიტანო აი ჩვენს საუბარში, იმიტომ რომ თლიანად მინდა ვკონცენტრირდე ახლა აი ამ ბავშვების პრობლემაზე და საჭიროებაზე. როცა სარჯოლაძე ამბობს იმას, რომ ეს წამალი არ არის სამკურნალო პრეპარატი, პირიქით ანუ შესაძლებელია დროებითი შვება იყოს და ამავე დროს რისკებს შეიცავს. აი რის საფუძველზე აცხადებს ამას? ზოგადად მედიკამენტების რისკები არის აღნიშნული, ხო, თავისთავად რომ აქვს ყველა მედიკამენტს გვერდითი ეფექტები და მხოლოდ ამ კუთხიდან იწყებს ყოველთვის საუბარს, რომ აი ორი გარდაიცვალა და იცით რა არა ამბობს კარგ თვისებებზე. ორი გარდაიცვალა და შეწყდა ორი თვით, გამოიძიეს რომ ეს არ იყო მხოლოდ ამ წამლიდან მიღებული ეფექტი. ორი მე მგონი 800-დან თუ არ 800 ბავშვიდან, დიახ, დავაკონკრეტებ მასაც. და ეს ორი იყო 16 წელს გადაცილებული, რომლისთვისაც უკვე დაგვიანებული არის ამ მედიკამენტის მიღება, მაგრამ მშობლების დაჟინებული თხოვნა იყო და მშობლები პასუხისმგებლები იყვნენ ამაზე. და მოლოდინიც ჰქონდათ, რომ უკვე დაზიანებული ორგანოებზე ეს დაავადება, რა თქმა უნდა, იმოქმედებდა ცუდად, თორე დანარჩენ შემთხვევაში ყველა მედიკამენტს, რასაც აქვს გვერდითი ეფექტი ამ ჩვენი მედიკამენტებიდან ვსაუბრობ, ყველა არის გაკონტროლებული, ყველა შესაძლებელია მართვა და ყველაზე დიდი რაც შეიძლება გვერდითი ეფექტი ცოცხალი მაგალითი გვყავს, ქონდა ღებინების შეგრძნება და მაღალი ტემპერატურა 2 დღით. ეს იმიტომ უნდა მიიღოს ადრეულ ასაკში, რომ ეფექტიც აქვს ადრეული ასაკიდან ყველა. თეონა, როგორც ვიცით, ამ სულ არსებობს 4 ასეთი მედიკამენტი სხვადასხვა სახელწოდების, ხომ? 4-ვეს თუ არ ვწდები, ვაზუსტებ, აქვს მიღებული როგორც ამერიკის წამლის სააგენტოს, ისე ევროპის წამლის სააგენტოს
იყოს, რა ქვია მას, ლიცენზია, ხო, ლიცენზია. ანუ შესაბამისად ეს თქვენთვის არის თუ არა საკმარისი მიზეზი იმისა, რომ მოითხოვოთ და შესაბამისად ყველაზე დიდ რისკზე მიდიხართ თქვენ, ხომ, ამ ბავშვების მშობლები, ახლობლები, რომ დაიწყოთ სწორედ ამ პრეპარატის გამოყენებით ბავშვების მკურნალობა. ანუ სამინისტრო უფრო მეტ რისკზე მიდის ამ შემთხვევაში, თუ ამ დაავადების მქონე ბავშვების ოჯახები. იცით რა არის, ჩვენ არარეალურს არაფერს არ ვითხოვთ. როდესაც გამოვიდა უკვე წამალი და არის ჩაშვებული ამერიკაში და ევროპაში, რომელსაც იღებენ ქართველი, მხოლოდ ჩემი შვილი არ არის, ვინც ამ წამალს იღებს, არის კიდე ჩვენი შვილები, სხვა შვილები, რომელიც ამ წამალს იღებენ ევროპაში და აქვთ გაუმჯობესებული მოტორიკა და ყველაფერი. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ქართველი ბავშვია უცხოეთში, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ პრეპარატით გადიოდეს მკურნალობაში? კი ბატონო. გონი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მეტიც იყოს წოდომა. რა ინფორმაციას თქვენ გაქვთ? 4-5 ბავშვი ამ პრეპარატით მკურნალობს. და როდესაც გამოდის და ჯერ ბირთაგვებზეო თუ ვირთხებზეო თუ რაღაცა სიძახის არც ვიცი ზუსტად რა ბირთაგვად თქვა თუ რა და ჯერ მარტო იმაზეა კვლევაო კარგად მოიძიოს ინფორმაცია. აი ესე მოგუგლულ ინფორმაციებით ლაპარაკს თავი დაანებოს და ნამდვილად რაც არის ის ილაპარაკოს. მე მყავს ექიმი ამერიკაში, ვინც ჩემდიშვილს გაუკეთა ეს გენური თერაპია. შემიძლია თვითონ უშუალოდ იმ ქალს დავაკავშირო და იმასთან გაიაროს კონსულტაცია. კი ბატონო, შესთავაზეთ ეს ვის შევთავაზოთ? ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის. მარტო დაჯდება თავის ტელევიზიებში და ესე ლაპარაკობს თვითონ თავისთვის. ჩვენ ვითხოვთ მშობლები, მოგვიყვანოს ექიმები, მოვიდეს თვითონაც, დაგვიჯდეს და ღია დებატებში ვისაუბროთ. რომელსაც არ აკეთებს. ანუ ასე საჯარო განცხადებების გარდა რაიმე ოფიციალური კამერების გარეშე კომუნიკაცია მინისტრ არ ყოფილა. მაშინ ასეუბნებოდა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის წარმომადგენელს, რომ ისინი სპეკულაციას ეწეოდნენ, უტიფრად იქცეოდნენ, იმიტომ რომ თურმე ოპოზიციის წარმომადგენელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას და მაშინ ვის ხდება? აი ხო გეუბნებით, ყოველი მაგისი სიტყვა არის ტყუილი. და ჩვენი დანარჩენი შეხვედრები რაც კი არსებობდა მინისტრთან იყო 9 თუ 8 შეხვედრა იყო შეხვედრებისთვის იქ არაფერი ქმედითი ნაბიჯები არ იყო. რამდენი 2 წელი გაილია? 2 წელი გაილია და ბავშვიც დაიკარგა ერთი გარდაიცვალა სამწუხაროდ. მულტიდისციპლინური ჯგუფიც კი არ შეიქმნა აქამდე 2 წლის წინ ვითხოვეთ ჩვენ რომ შექმნილიყო ეს გუნდი ბავშვების გადამოწმება ყოველი 6 თვის მანძილზე ამათ ძალიან დიდი პრობლემები რომ ექნებათ და უჭირდებათ ყველაფრის გადამოწმება და ძალიან დიდ ხარჯებთან არის მულტიდისციპლინური ჯგუფი უნდა იყოს ჩართული ექიმი, გულის, ფილტვის, მიზლის ყველაფერი უნდა იყოს შემოწმებული და ეს გუნდურად უნდა მიმდინარეობდეს და უნდა იყოს დაფინანსებული სახელმწიფოდან, რადგან ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამაზე ხომ მიიღეთ თანხმობა დაახლოებით 1 კვირის წინ მინისტრის საჯარო განცხადება იყო რომ წამოდის წინ ვითხოვეთ და უკვე მაგრამ 1 კვირა გავიდა, 1 კვირის რაიმე შედეგი გაქვთ? ჯერ არანაირი შედეგი არ აქვს. თქვა რომ არა მხოლოდ ეს მულტიდისციპლინური ჯგუფი შეიქმნებოდა, არამედ ბავშვებს რაღაცა დამატებითი სერვისებიც ექნებოდათ სახელმწიფოსგან კვლევებთან დაკავშირებით. გუშინ მყავდა იაშვილში ბავშვი მიყვანე და სრული თანხა გადავიხადე. ამ თანხასაც, კვლევის თანხასაც ოჯახები, აქ გუშინ მყავდა სრულ კვლევაზე ბავშვი. არ გეხმარება, თანადაფინანსება არ არსებობს. ანუ დღეს არსებული მდგომარეობით, აი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ეს რა სერვისები აქვს და როგორც შეშემოპირი ერიცხება 450 ლარი პენსია და ფინანსდება 12 რეაბილიტაციის, ანუ ფიზიოთერაპია. მეტი არა. წელიწადის განმავლობაში. არა, თვეში. კი, 12 თუ 14. ამის გარდა ბავშვს მეტი არაფერი. ბევრი რამე ჭირდება, ასეთი. რა თქმა უნდა ჭირდება, და კიდე დეფლაზაკორტი არ დამავიწყოთ, ეს დეფლაზაკორტი ფინანსდება, რომელიც ხირს 20 ლარი, მაგრამ ეს დეფლაზაკორტი აი ჩათვალეთ რომ საწამლოს ვაძლევთ ბავშვებს. რატომ? იმიტომ რომ ამ დეფლაზაკორტს აქვს იმდენად გვერდითი მოვლენები, კატარაქტა, ღვიძლი,
კუჭნაწლავი, თირკმელი, ყველაფერს ითრევს ეს წონის მატება, ყველაფერს ითრევს და შაქრიანი დიაბეტი. მაგრამ აუცილებელია მაგრამ აუცილებელია, რადგან ფეხის კუნთების ანთებას ოდნავ ანელებს. და აი ამ წამალზე იძახის, რომ გაძლევთ წამალს და მეტი რა გინდათ. ქალბატონო აზა, თქვენი შვილიშვილი არის ახლა ევროპაში, აი ევროპულ საფრანგეთში, როგორც ვიცით. საინტერესოა საფრანგეთის მიდგომა როგორია ამ ეტაპზე ასეთი პაციენტების მიმართ. და მე როგორც ხვდები, არ ვიცი, შეიძლება არასწორად გავიგე, მასთან დაკავშირებით ჯერ არ არის მკურნალობის პროცესი დაწყებული იმ პრეპარატებით, რასაც თქვენ საქართველოსთვის ითხოვთ. რა თქმა უნდა, საფრანგეთს აქვს თავისი გენური თერაპია, რომელზეც მუშაობენ და აქვთ ტესტირება, ჩართული ყავთ თავიანთი მოქალაქეები. და თუნდაც რომ ყოფილიყო ან ცოტა ადრე ჩავსულიყავით, გვექნებოდა ბინადრობის უფლება და უკვე ჩართული იქნებოდა იმ პროგრამაში, სამწუხაროდ დაგვაგვიანდა უფრო ადრე რომ ვერ გავიგეთ დიაგნოზი. ეხლა მარტში დამთავრდა იქ ტესტირება, 65 ბავშვს გაუკეთდა საფრანგეთის მოქალაქეს და ერთ-ერთი იქნებოდა დათუნა. მაგრამ არ მიუვიდა ბინადრობის უფლება თავის დროზე, ჩაბარებული არიან და ამიტომ დარჩა მედიკამენტის მიღმა, თუმცა მულტიდისციპლინური ჯგუფი არის არაჩვეულებრივად მუშაობს მასთან, რაც კი ესაჭიროება მედიკამენტს ვერ იღებს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი აქვს უზრუნველყოფილი დათონას და იმედი მაქვს, რომ ეხლა ჩვენ აქ მივიღებთ იმ მედიკამენტს, აქეთ ელოდებიან წამოსვლას და გადავჭერთ იმისა, რომ დღევანდელი პასუხიც იყო უარი მედიკამენტზე, აი რა ბრძოლის, არ ვიცი, გაგრძელებას რა გზით აპირებთ, რადგან დანებებას რომ არ აპირებთ, ეს ცალსახაა. ანუ ფიქრობთ, რომ იბრძოლებთ იქამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევთ. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა? ეს ბრძოლა ალბათ არა. გამორიცხულია რომ შეწყდეს. უკან მისახედად ჩვენ გველოდებიან ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ სიცოცხლე და თუნდაც ეთში მოსიარულე ბავშვებს ესაჭიროებათ ჯანმრთელი ორგანოები, რომ თავისი ხელით დალიოს წყალი თუნდაც. და ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება შობლისთვისაც და ბავშვისთვისაც, როცა წყალს აწვდი და ხელშიც ვეღარ იჭერს, მას ეს არის ტრაგედია, საშინელება. და უკან ვერ მიბრუნდებით, მანამ სანამ წამალი არ დაიდება. ბრძოლას, რა თქმა უნდა, უფრო ხმაურით გავაგრძელებთ ალბათ მშობლები, დედები, გამწარებული დედის წინ არ მგონია წავიდეს, ალბათ იქნება ის მომენტიც, რომ ჩვენ გვექნება მედიკამენტზე დადებითი პასუხი. ეს არც ისე შორს არ გაიწელება ალბათ. ხო, ანუ არაფერზე უკან არ დაიხევთ. უკან ვერ დავიხევით უბრალოდ. თეონა, იცით რა მაინტერესებს, ანუ დასახელდა რაღაცა სხვადასხვა თანხა, იყო საუბარი ჯამში 600 მილიონზე, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბიუჯეტიდან ამ მედიკამენტის შესაძენად. სხვა შორის დღეს მინისტრმა ახსენა რაღაცა აგრესიული მარკეტინგული ინტერესი, ანუ აი რას გულისხმობდა, ანუ შესაძლებელია ფიქრობს, რომ რომელიმე ფარმაცევტული კომპანია დაინტერესებული შეიძლება იყოს და რაღაცნაირად აღვივებდეს აი ამ მშობლების ინტერესს და მოთხოვნას ამ მედიკამენტის მიმართ. აი ამაზე რას პასუხობდა? ან რა საფუძველი ქონდა, როდესაც სწორედ ეს საკითხი წამოჭრა, რამ გაუჩინა ეჭვი, რომ შესაძლებელია სწორედ აგრესიული მარკეტინგული კამპანიის შედეგია ის აქციები და მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ. იცით რა არის საქართველოში და ზოგადად ყველა სფეროში არის მარკეტინგული გათვლები, ხო? ეხლა ეს მარტო წამალთან ხო არა გვაქვს დაკავშირებული არა? და ჯერ მეორე ის რომ გამოდის და ესე იძახის, რომ 600 მილიონი, 700 მილიონი თუ რა ვიცი რამდენი მილიონი ვინ დაითვალა ამ ბავშვების? აი ესე რომ იძახის, რომ ამდენი მილიონი ვინმე დაითვალა რეალურად რამდენი მილიონი უნდათ ამ ბავშვებს, რამდენი მილიონის წამალია საჭირო? ჩვენ გვაქვს ორგანიზაციას ამ წამლის შემომტან კომპანიებთან ურთიერთობა. ერთ-ერთმა ჩვენმა მშობელმა, როდესაც დაუწერა და უთხრა, რომ ეს მეილი არის კომპანიის და მიწერეთ, რომ
ჩვენ თანახმავართ ამ წამალზე დავილაპარაკოთ. უკან მოუგდეს ფურცელი და ჩვენ არავის არ დაველაპარაკებით, თვითონ დაგვიკავშირდით. რომელი კომპანია დაგიკავშირდება და შეგეხვეწება, რომ აი მე მოვედი და შემომიშვი თქვენ ქვეყანაში. თვითონ სამინისტრო თუ არ არის რა ქვია მაგას დაინტერესებული ამ წამლის შემოტანით. ანუ ეხლა 3 მილიონი რომელიც აი ესეთ სუდად ჟღერს ყურში 100 ბავშვი კი არის ჩვენ ჯგუფში გაერთიანებული, მაგრამ შეიძლება 10 ბავშვზეც კი არ წავიდეს ის 3 მილიონიანი წამალი. იმიტომ რომ იმ მედიკამენტს რომ იღებს ორგანიზმი, იქ ყველა ორგანო უნდა იყოს მწყობში, რომ ბავშვმა მიიღოს ეს წამალი, ბავშვის ორგანიზმა შეითვისოს ეს წამალი და როდესაც ბავშვი უკვე ეტლში ზის, იმას ხვანაირი მკურნალობა ჭირდება. ამას ჭირდება ექიმები ზუსტად იმ მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. 5-6, არ ვიცი, რამდენიც საჭირო იქნება. ექიმები უნდა დასხდონ ყველა ბავშვის სათითაოდ შეამოწმონ. ბავშვზე უნდა იყოს და მე ჯერ სარჯელაძე არ არის ბუღალტერი, რომ ითვლის ფულებს. ვის რამდენი ჭირდება და ვის არა. მაგი არის მხოლოდ იმაზე პასუხისმგებელი, რომ ბავშვები იხოცებიან და უნდა შემოვიდეს წამალი. კვლევებს ველოდებითო, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობასა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება კვლევები, მოკლედ უფრო აქტიურად ჩაერთვება სახელმწიფო. ანუ რას ფიქრობთ თქვენ, ანუ რა ვიცი, ფული ენანება ბიუჯეტიდან თავრობას თუ მართლაც ვერ მიდიან ასეთ რისკზე და ვერ იღებენ ასეთ დიდ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. იქნებ აი ეს პასუხისმგებლობის ნაწილი მაინც შეუმსუბუქოთ მშობლებმა და უთხრათ, რომ თქვენ ჩაუდგებით თავდებში თითოეული ბავშვის, ასე ვთქვათ, кейს, მოდი ასე ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა უკვე ჩვენ გავაცანეთ, რომ ასეც იქნებოდა. ჩვენ მშობლებზე მეტად ვერავინ ვერ მოდი ასე ვთქვათ, რომ ვერავინ ვერ ინერვიულებს და არავის არ დარდება დედაზე მეტად შვილი. ჩვენ უკვე ვიცით, ამაზე დიდი საფრთხე რაც ამ დაავადებას მოაქვს ამ ბავშვებისთვის, ვერც ერთი მედიკამენტი ვერ მოიტანს. და გამოჩნდა ბაზარზე ეს წამალი, ხო? მანამდე არ იყო და ვერც მოითხოვდი თავის დავად. ეხლა რამდენ წლიანი გამოცდილებაც აქვს ამ წამალს, არის ეფექტური და უნდა მიიღოს ამ ბავშვებმა. ეს აუცილებელია და რისკზე ჩვენ მივდივართ. მშობლები მივდივართ რისკზე. რადგან ამ დაავადების, ამ ვერაგი დაავადების მდგომარეობა ვიცით ბოლოს რა იქნება. ამიტომ იქნება ეხლა ეს რაღაცა იმის ამოფარება, რომ თითქოს ჩვენზე მეტად ნერვიულობს ჩვენ შვილებზე ვინმე. ეს არის მტკნარი სიცრუე. მოდი იმით დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ. მე მესმის რომ ძალიან მძიმე არის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს ის საკითხი არის, რომლის შემთხვევაშიც დრო არ ითმეს და დავინახოთ მოსალოდნელი რეალობა. ანუ როგორ იწყება დაავადება პრეპარატის გარეშე, როგორ გრძელდება და ხშირ შემთხვევაში როგორ მთავრდება. დაავადება იწყება კუნთების განლევით, ქვედა კიდურებს კარგავს ბავშვი. 9-10 წლის ასაკში უკვე ჩდება ეტლში. შემდეგ მიმდინარეობს შიდა ორგანოების დაზიანება. ეს ხდება ძალიან სწრაფად. მედიკამენტის არ მიღების შემთხვევაში. მიდის გულის კუნთის განლევა და თავდება ფატალურად. თეონა, როგორც ვიცი, მედიკამენტის მიღება ახალ მედიკამენტებზე საუბრობთ, ხო? მხოლოდ 6 წლის ასაკის შემდეგ არის შესაძლებელი, 6 წლამდე არა? არა, 4-დან ზემოთ, კი, მაგრამ კიდე ხაზს უსვავ. ბავშვის შინაგანი ორგანოები უნდა იყოს მოწესრიგებული. ბავშვი, აი გენური თერაპია, რომელიც ძვირია, ბავშვი არ უნდა იჯდეს ეტლში. თუ ბავშვს უკვე ქვედა კიდურები 70% თუ დაკარგულია, აქვს,
ის წამალი და ის მედიკამენტი უკვე იმას ვეღარ გააცოცხლებს. მე როგორც წავიკითხე, წინაპრე მოსამზადებელი პერიოდი არის. არა, ეს არის დისტროფინი, ხელოვნური დისტროფინის შეყავთ ჩანაცვლება იმ გენის, რომელიც არა აქვს ბავშვს. ეს მაინც თუ უტარდებათ აქ ბავშვებს გენური თერაპია. ეს წამალს მაგ წამალს ვითხოვთ, კი ბატონო, ანუ გასაგებია, მე ერთ-ერთი ვიფიქრე რომ ეს არის წამლებისგან ეს მოსამზადებელი არის. პერიოდი. მაგ წამლით, ხო, კი ბატონო, უკაცრავად, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური თემაა, რა თქმა უნდა და რთულია და 4 მედიკამენტიდან ერთ-ერთი არის. გენურ თერაპიაზე საუბრობთ, რომელიც ხო, სხვაეთში უნდა მიიღოს სერვისის სახით ამ პაციენტებმა. რა ვიცი, აი ბრძოლის გაგრძელებაზე ვსაუბრობდით ქალბატონ აზაზთან და თქვენ რა სიტყოდით ამასთან დაკავშირებით, რა გზებს ხედავთ? იცით რა არის დღეს ხა იმდენად გადავიღალეთ და იმდენად ბევრ გადაცემაში ქონდა მონაწილეობა მისაღები, რომ ვერც კი ვნახეთ დანარჩენი მშობლები შევიკრიბებით და გადავწყვიტავთ რა გზებით გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ თუ ვინმეს გონია რომ ჩვენ დავიშლებით და სახლში წავალთ, ეგ არის გამორიცხული. უნდა მოეგოს ეს კაცი გონზე, რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ დახმარება და მარტო ცურვა და მარტო ფიზიოთერაპია არაფერი შედეგი არ არის. თუ კუნთი მოკვდა ბოლომდე, რას უნდა, აი როგორ უნდა აღადგინოს, აი რო იძახის, რომ გაახანგრძლივებს. თუ კუნთი მოკვდა ბავშვს, რას გაახანგრძლივებს? თუ პრეპარატი არ მიეწოდა იმ კუნთს იმ აღდგენაში და იმ პროცესის შენელებაში, მარტო ფიზიოთერაპია რას უსავს? ხო, აი მულტიდისციპლინური ჯგუფთან დაკავშირებითაც საერთოდ არანაირი სიახლე არ გაქვს. ამ ეტაპზე გეუბნებით, გუშინ მყავდა ბავშვი, რო შევედით 10 საათზე, 4 საათზე გამოვედით და ყველაფერს ფულით გადავიხადე. კი ბატონო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აზატ ავაძე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტის ბებია, თეონა თედელაური, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტის დეიდა იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, მათთან ერთად რაც შევძელით ამ გადაცემის ფარგლებში ვისაუბრებთ როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ასე ვთქვათ, პირველად სიმპტომებზე, განვითარების ეტაპებზე და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი დაავადების მქონე ბავშვებისთვის დროულად მედიკამენტების მიწოდება და ყოველ შემთხვევაში იმ პროგრამების უზრუნველყოფა, რომელიც აქვს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჯამში 800-მდე პაციენტს. ანდრია ურუშაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ყავს ახლა ხაზზე. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი პირდაპირ გკითხავდით, თქვენ ოღონდ გულწრფელად მითხარით, თქვენ რომ იყოთ ახლა ჯანდაცვის მინისტრი, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით ამ საკითხთან დაკავშირებით? არსებობს თუ არა მართლაც ძალიან დიდი რისკი და მძიმე ტვირთი არის თუ არა ეს სახელმწიფოსთვის, თუ სახელმწიფომ უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მშობლების მოთხოვნა მედიკამენტის მიწოდებაზე? მეც გულწრფელად გიპასუხებ. ამ შემთხვევაში თავის დროზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ მედიკამენტი არის რეგისტრირებული ევროპის წამლის სააგენტოს ან ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ, ის ექვემდებარება გამართლებულ რეგისტრაციას საქართველოში. განსაკუთრებით ეს თუ შეეხება იშვიათ დაავადებებს. ამიტომაც აქ კითხვები კლინიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით არ არის. მით უმეტეს ვიცით, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ გახადა ხელმისაწვდომი ტომის საკუთარი მოქალაქეებისთვის და არა მარტო ეხლა მე რამდენიმე დღის წინ უყურებ ბავშვს მშობელთან ერთად და მშობელმა მოყვა ამ ბავშვთან დაკავშირებით, რომელსაც იგივე დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ გაუმართლა ხო ბედმა და გერმანიაში მოხვდა. და გერმანიაში მისთვის ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია და თვითონ მშობელი ყვება იმ პროგრესის შესახებ. ძნელი ამას არ დაუჯერდა, ხო, გარდა ოფიციალური რეგისტრაციისა. ამიტომაც იმასე რომ გითხრათ, მე უფრო მჯერავს მშობლების და ბუნებრივია აქ ერთადერთი კითხვა რაც ჩდება, უნდა დავითვალოთ კარგად რა რესურსად შეგვიძლია გამოვყოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ადრე ვთქვი, წამლის უფლება არის უფლება ბავშვების. ეს არ არის ჩვენ სურვილზე დამოკიდებული. და თუ ჩვენ გვაქვს ამისი რესურსი, ფინანსური მათ შორის, აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური ნებაც. ხო, მაშინ რა, არ ვიცი,
მიზეზით ეუბნება სახელმწიფო მათ კატეგორიულ უარს. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა ვერსია გაქვთ? სახელმწიფო არ ეუბნება უარს სხვათა შორის. მოდით სახელმწიფოში მთავრობა სახელმწიფოსთან გავაიგივებთ იმ დროს საზოგადოების დიდი ნაწილი არის სოლიდარული მშობლების მიმართ. მთავრობა, კი ბატონო, დავასუსტებ. მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი, იმიტომ რომ დღეს კიდევ ერთხელ იყო უარი იმ მიზეზით, რომ საკმაოდ მაღალი ეს არ არის პრეპარატი, რომელიც კურნავს ამ დაავადებისგან და ამავე დროს საკმაოდ მაღალი რისკებით ხასიათდება. შეიძლება დაგვაბნიოს, იმიტომ რომ ეს იყო საუბარი კონკრეტულ გენეტიკურ მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ამერიკაში არის ნებადართული. თუმცა სხვა მედიკამენტებზე საუბრობენ და კომპლექსურ მკურნალობაზე საუბრობენ მშობლები. სამწუხაროდ ამ მშობლების, რასაც საუბრობენ, ჩვენც იგივეს უნდა ვესაუბროთ. ეს არის ძალიან გონივრული მოთხოვნა, რომ შეიქმნას მულტიდისციპლინარული გუნდი, შეირჩას მედიკამენტები, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას და შანსს იმ მედიკამენტები, რომლებიც არის უკვე რეგისტრირებული და მოხდეს ერთიანი გადაწყვეტა, რომ აღდგეს ნდობა მათ შორის სამინისტროსა და მშობლების ჯგუფს შორის და არ დაჭირდეთ მათ ამის გათენება იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს მისცენ ეს შანსი იმისი, რომ მდგომარეობა შემსუბუქდეს. ამას ვერავინ აუღებს მშობლებს და ეს მათი უფლებაც არის. და ბავშვების უფლება პირველში ამ მედიკამენტების პირობა კიდევ ერთხელ ბატონო ანდრია, სხვა შორის ძალიან სპეციფიკური თემაა, კი ბატონო, ანუ ჩვენ უფრო რაღაცა ემოციურად გვესმის ეს საკითხი და შესაძლებელია სწორედ აი ამ რაღაც სამედიცინო მიმართულებით დიდად ვერ ყვეოდეთ. მოდი რა კარგად აგვიხსენით, რა შესაძლებლობები, რა თანამედროვე შესაძლებლობები არსებობს საზღვარგარეთ ასეთი ბავშვების სამკურნალოდ თუ მათი მდგომარეობის მნიშვნელოვნად შესამსუბუქებლად. რაზე ვსაუბრობთ? პირველ რიგში უნდა დავუსვათ მარტივი კითხვა, ხო? რატომ არის ხელმისაწვდომი, რატომ დაუშვა იგივე თქვა? მათ შორის ინგლისმაც, რომელსაც აქვს ადრეული ხელმისაწვდომობის პროგრამა ბავშვებისთვის, რატომ დაუშვა გერმანიამ, რომელსაც მიმდინარეობს კიდევ მოლაპარაკება, ან იგივე იტალიამ, ან იგივე შოტლანდიამ, რატომ გადაწყვიტა, რომ მათი ბავშვებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის, ან იმათთვის, ვინც მათ ქვეყანაში ცხოვრობს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს წარდგენილი, ხო? მათაც ხო იგივე კითხვები უჩნდებათ, რა კითხვების დასვათ ეს მინისტრი. ესე იგი, ფაქტიურად არსებობს რეგისტრაციის შემდეგ იმისი მკითხებულებები, რომ სიკეთე და სტარგებელი, რომელიც შეიძლება მოიტანოს ახალი მედიკამენტების გამოყენებამ და ჩართვამ მკურნალობაში და ეს ცხადია უნდა გადაწყდეს სამედიცინო პირობების და ექიმების გუნდის მიერ, შეიძლება გაცილებით აღემატებოდეს იმ რისკებს და იმ საშიშროებებს, რომელიც შეიძლება და რომელიც ზოგადად ყველა მედიკამენტს ახლავს თან, ხო? აქედან გამომდინარე, თუ მარტივად ვისაუბრებთ, ახალი მედიკამენტები იძლევა შესაძლებლობას შეაჩეროს ის პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე მძიმდება და რომელიც დაკავშირებულია მუნქების დისტროფიასთან, ეს აძლევს შანსს, რომ შეჩერდეს ამ დაავადების პროგრესირება, შეუმსუბუქდეს მდგომარეობა და ასევე მეორე ტიპის მედიკამენტია, რომელსაც ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს, როგორც ჩვენ ვიცით. იმიტომ რომ ეს პატერი ჩვენ როგორც ვიცით, საიდან შეიძლება ეს ვიცოდეთ. პირველ რიგში ვიცით იმ ოფიციალური განცხადებებიდან, რაც ამერიკის სუსტაცია და ტრამვის სააგენტოს წარმომადგენელმა გააკეთა და ეს უბრალოდ წარმომადგენელი არის ეს ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს იდეოლოგიურ მიმართულებას, ხო? და ასევე ძალიან ავტორიტეტულმა ორგანომ ეს არის ევროპის ტრამვის სააგენტო და მინდა გითხრათ, რომ თუ ტრამვის ტრამვა რეგისტრირებულია, ის დაშვებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და პლუს ნორვეგიაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ანუ საბოლოო ჯამში, რადგანაც ევროპულ საზოგადოებამ სამედიცინო რეგულირებელმა საზოგადოებამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, ხო? მათ ჩათვალეს, რომ ეს შესაძლებლობა არ უნდა წაერთვას პაციენტს. ჩვენ რასაკვირველია, შეგვიძლია გქონდეს უამრავი სხვა კითხვა, უამრავი ეჭვი, მაგრამ საბოლოო ჯამში კი მარტივი არის პასუხი კითხვაზე, უნდა გავცეთ, ხო? ვინდა მივცეთ ეს შესაძლებლობა და გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ იგივე შევთავაზოთ მკურნალობის იგივე შესაძლებლობები, რასაც აძლევენ ევროკავშირის ქვეყნები თუ არა. ერთადერთი რამაც შეიძლება დღეს დაგვაფიქროს, ეს არის რამდენად რესურსი იგვეპება ამის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არის სხვადასხვა ფორმა მოლაპარაკების ამ ფასთან დაკავშირებით. მათ შორის იტალიაში იყენებენ შედეგზე დამოკიდებულ ანაზღაურებას. არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება, მაგრამ ჩვენ იმის მაგივრად რომ ჩვენ ვისაუბროთ, ვთქვათ იგივე კონკრეტული მესამე მედიკამენტის კიდევ სხვისი
ამდენი დრო დავუწყოთ პროფესიულ საუბარს, რომელსაც შედეგი არ მოხდა, გავილაპარაკოთ ორ თემაზე. პირველი, რამდენად შესაძლებელია და რამდენად რესურსი გვეყოფა პირველ რიგში ფინანსური, ეს ხარჯებერთობასთან არის დაკავშირებული ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობისათვის ჩვენი პაციენტებისათვის. მეორე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხო შეგვიძლია თუ არა ის უფლება, რაც ბავშვებს აქვს, მიიღონ თანამედროვე ბრუტალობა ჩვენ ქვეყანაშიც იყო შესაძლებელი, ისევე როგორც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამერიკაში. ხო, ამისათვის შესაბამისი სამუშაო უნდა გაწიოს, ხომ? სამინისტრომ პირველ რიგში მოიძიოს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე შემდეგ უკვე დადოს დასკვნა კონკრეტული რიცხვებით, ხომ? შეძლებს თუ არა ამ ტვირთის აწევას, თუნდაც ფინანსურ ნაწილში სახელმწიფო, ანუ მიზეზი, რომელიც დღეს უარის არგუმენტად მოყავს ჯანდაცვის მინისტრს, თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის, ასე ვთქვათ, არადამაჯერებელი? რამდენიმე ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავიდოთ. პირველ რიგში ამ პოლიტიკური დებატები და რასაც დღეს შევესწარეთ და არ უნდა ხდებოდეს ამ თემაზე, ამ თემის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს და ამ პოლიტიზირებას ახდენს სწორედ დევანდელი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას. ეს უნდა გადავიდეს მშვიდ პროფესიულ, თუ გინდათ მეცნიერულ საუბარზე და საბოლოო ჯამში მხოლოდ ეს არის გზა იმისთვის, რომ დობა არ აღდგეს მშობლებსა და სამინისტროს შორის. ანუ მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ჩინოვნიკები ისევე ზრუნავენ მათ ბავშვებს, როგორც საკუთარ ბავშვებზე იზრუნებდნენ. და თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება არის ზუსტად იგივე, რასაც საკუთარ შვილებზე მიიღებდნენ, მაშინ ნებისმიერი გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? ბუნებრივია, რომ უფრო ფორმალურად რომ მივუდგეთ სამსახურს, უნდა არსებობდეს პროცედურა ნებისმიერი მედიკამენტის დაფინანსების და ნებისმიერი ტექნოლოგიების დაფინანსების, რასაც ზოგადად ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ტექნოლოგია ქვია, რომელიც არ არის საქართველოში დანერგებული და დაინერგოს იმისათვის, რომ აი როგორც აქონდროპლაზიასთან ჰქონდა ეს პრობლემა, ეხლა ამ კონკრეტულ მედიკამენტებთან აკრა, რომ მუდმივად ეს პრობლემები პარლამენტში კი არ გაერჩეს, არამედ ეს იყოს მეცნიერულად დასაბუთებული, ეკონომიკურად დასაბუთებული პროცედურა, რომელიც თავისი ტექნოლოგიები იქნება მიღებასთან, როგორც ყველა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაშია და დრო არის, რომ ჩვენც ესე გავაკეთოთ და ბუნებრივია ამ პროცესი ასევე ითვალისწინებს მშობლების და პაციენტთა ჯგუფების ჩართულობას ამ პროცესში. გამჭირვალობას ითვალისწინებს და არა უპასუხობას, არა გარკვეულ დაბნეულობის შემოტანას, გარკვეულ დეზინფორმაციას, რასაც მეუღრეთ და ეს მხოლოდ აზიარებს ამ პროცესში მიგებით. და ბატონო ანდრია, ბოლოს მინდა კითხოთ, მიხეილ სარჯოლაძე დღეს საუბრობდა რაღაცა მოლოდინზე, რომ აი როდის ისინი დაელოდებიან, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ პრეპარატის ავკარგიანობასთან დაკავშირებით. ანუ რა მოლოდინზე საუბრობს, რა დასკვნას ელოდება ჯანდაცვის მინისტრი და რამდენ ხანს შეიძლება ეს მოლოდინის რეჟიმი გაგრძელდეს? აქვთ ამდენი დრო ამ პაციენტებს? მინდა გითხრათ ერთი გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რეგისტრირებული მედიკამენტები, რეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია კლინიკური კვლევები, რომლებიც უკვე ჩატარდა. მათ შორის ის გივროსტაზე, რომელსაც ახსენებდნენ, იქ მესამე ეტაპი კლინიკური კვლევები ჩატარებულია და ამის შემდეგ მოხდა მისი რეგისტრირებაც, დროებით მოხდა თუ შემდგომ დაკვირვებით. ეს იშვიათი დაავადების სამკურნალო პროცესი ხდება ხოლმე. იქაც დიდი რაოდენობის ადამიანია, რომ დიდი რაოდენობით ჩავატაროთ და არ დრო არ იყო საკმარისი, რომ ველოდოთ ამას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს მოლოდინი ბევრ ადამიანს ამისი დრო არ აქვს და ბევრ პაციენტს. ამიტომაც ოდნავ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, როგორც კი გაჩნდება იმედი, შანსი, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ეს მედიკამენტები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს თავისთავად ხარჯი იმ რისკებისა და იმ ხარჯების გათვალისწინებით. ჩვენც იგივე ცივილურ გზას უნდა დავაყრათ. არ შეიძლება რომ ყველა თემა გახდეს. უნდა იყოს რაღაცა თემები, რაზეც გარშემო საზოგადოება ერთიანდება. და პროფესიულად წვითავს ამ თემას და კი ეხლა არ არის არ უნდა ეხლა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრის ესეთ პოზიციაში ჯანდაცვის მინისტრად ახსნას ეს რატო ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩემი წარმოდგენით კომუნიკაციის ის ფორმა, ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ გვესმის, ამ შემთხვევაში არაფრით არ შეუწყობს ხელს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას.
ხო და ერთიც რომ არ გამოგჩეს, სხვათა შორის ის ამბობდა, რომ აი ფასიო ჩვენთვის არც პირველ ხარისხოვანია და არც მეორე ხარისხოვანი საკითხიო, მაგრამ რაღაცა დაინახა აგრესიული მარკეტინგული კამპანიისა და აი ამ მედიკამენტზე ხელის მოთბობის ნიშნები. რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ჯანდაცვის მინისტრის ეჭვი ამ თვალსაზრისით და ასე რომ არ მოხდეს, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო უწყება? როგორც მოგახსენეთ, არსებობს მოლაპარაკების პროცედურა, ხო? მოლაპარაკების პროცედურა მათ შორის დაფინანსების ანაზღაურებს ხავს ფორმას მოითხოვს, მას გულისხმობს. ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მე ყველაზე მისაღებად მიმაჩნია, არის შედეგზე დამოკიდებული ფორმა, როცა მედიკამენტები ანაზღაურება თუ ის შედეგებს მივახციეთ, რასაც დაპირებულია ხო კონკრეტული კომპანიის წარმოებები. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს მოლაპარაკების ხელმონება და უნდა რაღაცა ფორმით მოვახდინოთ იმ თანამედროვე გამოცდილების დანერგვას საქართველოში, რაც ზოგადად ახალ ტექნოლოგიებთან და ახალ მედიკამენტების შემოსვლასთან არის დაკავშირებული. რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ოდესმე უნდა ვისწავლოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული არც მშობლების და მათი ან ბავშვების ოჯახების ჯანმრთელობის ხარჯზე და სოციალურ ხარჯზე და არც იმის ხარჯზე, რომ სამინისტროს მუდმივად თავის მართლება უწევდეს და კონკრეტული პოლიტიკური რაღაცა თემაში გადაიყვანოს, რაკურსში გადაიყვანოს ეს საკითხი. ეს არასწორი მიმართულება. უნდა დაუბრუნოთ ეს თემა სამედიცინო, სამეცნიერო განხილვის ფორმაც და გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ იგივე ფორმატით, იგივე ლოგიკით, იგივე უფლებების გათვალისწინებით, ბავშვების უფლებების გათვალისწინებით, როგორც ამას სხვა ევროპის კავშირის ქვეყნები აქვს. კეთილი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანდრია ურუშაძეს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და ჯანდაცვის სპეციალისტს უსმენდით. რეკლამის შემდეგ უკვე პოლიტიკური ნაწილით დაგიბრუნდებით. ნუგზარ ციკლაური და გიორგი ჭანტურია იქნებიან ჩვენთან ერთად. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ქართული ოცნება 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ოპოზიციიდანაც ყველას ურჩევენ მოემზადონ. თუმცა ნაწილს არჩევნებამდე გაუქმებით ემუქრებიან. ნაწილს კი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში ამყოფებენ. ოპოზიციაც ემზადება არჩევნებისთვის, ოღონდ ყველა თავისებურად. ზოგი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა გზა უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის არჩევნები უსამართლო პირობებშიც კი, ნაწილი კი ისეთი არჩევნებისთვის ემზადება, რომელსაც ქართული ოცნება ვეღარ ჩაატარებს. მოკლედ, ასეთი ვითარება გვაქვს დღეს პოლიტიკურ ფლანგზე. ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის, როდესაც აქტიურ ფაზაშია ჯერ კიდევ ეს უთანხმოება მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას ურთიერთსიტყვიერი დაპირისპირების ფონზე. თუმცა გუშინდელი მაგალითად სააკაშვილის ხმაურიანი განცხადება ვფიქრობ გადაფარა წმინდა სინოდის სხდომამ და სამი საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევამ. არადა ძალიან მძიმე ბრალდება გაისმა კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და კიდევ ერთ პოლიტიკურ თავდასხმას ჰქონდა თქვენი კოალიციის ლიდერის მისამართით ადგილი, როდესაც მან თქვა, რომ მოკლედ სასამართლო პროცესზე ნიკა მელია ემზადებოდა მასთან დებატებისთვის და მანამდე ის სასამართლოს ბოიკოტირებდა და ახლა გადაწყვიტა, რომ მოკლედ დასწრებოდა სასამართლოს იმისათვის, რომ სააკაშვილთან შესულიყო დებატებში. კარგია, რომ არ დავრჩი დღეს, ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით, როგორც რომში არენაზე დატყვევებული გლადიატორების. ეს არა მხოლოდ უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებდა დიქტატორს, არამედ უპრეცედენტო იქნებოდა მსოფლიო პოლიტპატიმართა ისტორიაში, ასე რომ გადავრჩით და იმედია მომავალში არ ჩავიყენებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში. კიდევ გეტყვით, არ ვიცი, საიდან საზრდოობს ეს ცნობები, რაც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, თუმცა მისი ამ განცხადების მეორე ნაწილს
სავსებით ვეთანხმები, რომ დიქტატორისათვის ძალიან კარგი დასანახი იქნებოდა თუ კი ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოს დღევანდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილმა ჩასვა ეს ადამიანები ციხეში. ივანიშვილია ის კაცი, ვინცაც მიყავს სასამართლოში, სრულიად უსამართლოდ ეს პოლიტიკური პატიმრები და ნებისმიერი დაპირისპირება ახლა იქნება ივანიშვილისათვის საჩუქარი მის წისქვილზე წყალის დასხმა. ამ თვალსაზრისით მაგრამ ამ წერილში ისე ჩანს, რომ თითქოს ოცნებამ სპეციალურად მიიყვანა ნიკა მელია, რომელიც მანამდე ბოიკოტს უცხადებდა ამ სასამართლო პროცესზე. რა შეიძლება მოიფიქრა ოცნებამ, რით შეუძლია რომ ეცადოს სახელი გაუტეხოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა ივანიშვილის ოპოზიციაში არის. ამის კომენტირება ნამდვილად არ შემიძლია. ერთი რამე ცხადად ვიცი, რომ ნებისმიერი დაპირისპირება ახლა არის საჩუქარი ივანიშვილისათვის და ამ თვალსაზრისით ძალიან სიმპტომატური იყო ნიკა მელიას წერილი, რომელიც 2 დღის წინ გამოქვეყნდა. და მე ახლა სხვადასხვა პასაჟები იყო იქ, მაგრამ ერთს მივაქცევ მხოლოდ ყურადღებას. მან თქვა, რომ შეიძლება ბევრი რამ მქონდეს სათქმელი ერთმანეთისათვის, ბევრი კრიტიკაც იყოს, რაც გულში გვაქვს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ არსებობს ისტორიული პასუხისმგებლობა დღევანდელი დღეების და ამიტომ ამ თემებზე ლაპარაკის გახსნა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, რაც თავარი მიზანი იქნება მიღწეული. აი ამ სულისკვეთებას ვეთანხმები. მე და მაგრამ დაუანონსა ის რომ თუ არ შეწყდება მისი მისამართი თავდასხმები ის რაღაცა ბულდოზერული პრინციპით ისაუბრებს, იმიტომ რომ ბევრი აქვს სათქმელი. მე როდესაც აი ლიდერების მხრიდან ისმის ასეთი განცხადებები, როგორიც იყო ადრეც ვისაუბრია ამაზე, რომ ვიღაცა ივანიშვილმა მოისყიდა და ასე შემდეგ. შემდეგ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ამ პოლიტიკური ლიდერების ერთვებიან საქმეში, ასე რომ ვთქვათ, არის გამუდმებული Facebook გარჩევები, ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა, თავდასხმები, ეს არავის არ გჭირდება. ეხლა რაც გჭირდება, ჩემი აზრით, არის მთელი ქართული როგორც პოლიტიკური, ისე ზოგადად საზოგადოების კონსოლიდაცია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო დიდი ამოცანაა გადასაწყვეტი ჩვენ ქვეყანას, ვიდრე არის გარჩევები ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერებს შორის. ჩემი ღრმა რწმენით და აი 30 წელზე მეტი არის უკვე რაღაცნაირად ამ საქმესთან დაკავშირებული ვარ, არასოდეს ოპოზიციაში აი ამ ტიპის თავდასხმებს არ მოუტანია შედეგი. მხოლოდ გაუხანგრძლივებს ეს ივანიშვილს მართლობას და ეს მართლობა რას უკეთებს საქართველოს აცნობიერებდეს შეთანხმებულები. პირველ რიგში ამას ალბათ თვითონ ოპოზიცია უნდა აცნობიერებდეს, თუმცა ბოლო განცხადებები საპირისპიროზე მეტყველებს შეიძლება ასე ითქვას, ხო? აი ჩათვალეთ ჩემი ეს განცხადება, როგორც აპოლოგია იმისა, რომ აღარ დავესხათ ერთმანეთს თავს, იყოს ამ თვალსაზრისით კოორდინაციად, მშვიდობად, საქმიანი საუბარის კრიტიკას ვერავინ ვერ აკრძალავს, მაგრამ თავდასხმები და აი სხვადასხვა ტიპის სახელის გატეხვის ცდილობები მე მგონია, რომ ჩვენი საერთო საქმისათვის არასწორი არის და ამდენად აღარც მინდა ახლა დიდხანს გავაგრძელო ამაზე საუბარი, რომ უნებლიეთ არ ვიყო მე ჩართული ვიღაცის კრიტიკაში. ყველა მიმაჩნია მოკავშირედ ამ წუთისათვის, ყველა ის ადამიანი, ვისაც გასწორებული აქვს თავისი კომპასი ივანიშვილის ანტიხალხური მართლობის წინააღმდეგ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ. სხვაჩვენებრივ დღეს ქართული ოცნებიდან კონკრეტულად კი მათიკაშვილმა გაგაფრთხილათ ოპოზიცია, ფრთხილად იყავით, იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ძალების მიმართ, საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ კარდაკარ, რომ დაიწყეს სიარული ხედავთ, რომ მეტი ხო არაფერი არ შეუძლიათ. არსებობს კითხვები, არსებობს კრიტიკა, მათ პასუხის გაცემა ამ კრიტიკაზე ხომ არ შეუძლიათ. და ამიტომ ახლა იმუქრებიან, რომ დაგახვედრებთ ვიღაცას, როგორც არაერთ გზის გაუკეთებიათ და ესა. ჩვენ არ გვიკვირს ეს პოლიტიკოსებზე თავდასხმა კი არა, თუ ნახეთ დღეს რა სურათი იყო პარლამენტში, როგორი აი გავეშებულები ებრძოდნენ ადამიანებს, რომლებიც შვილებისათვის ითხოვენ წამალს. რომელთა მოთხოვნა სხვა არაფერი არ არის. და ქვეყანაში, სადაც არსებობს მილიარდელი, რომელსაც ხალხს უთხრა, რომ აი ოღონდ მე მოვიდე და ყოველი შემდეგი წელი იქნება საუკეთესო, ხო, აი ეს ადამიანები თავიანთ შვილების სიცოცხლისათვის იბრძვიან.
და როგორ ექცევიან ვითომ და ხალხის რჩეულები როგორ ექცევიან ამ ადამიანებს. ამიტომ სულ არ მიკვირს ახლა რომ პოლიტიკოსების მიმართ ან საზოგადოების სხვა წევრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ექნებათ. მათთვის აღარ არსებობს ქართული საზოგადოება. მათთვის არ არსებობს არც ავადმყოფი ბავშვის მშობელი, მათთვის არ არსებობს არც ჟურნალისტი და თავს უხეთქავენ იქ მიტინგებზე, არც აქტივისტი, არავინ არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ტრიბუნიდან 7-ჯერ მაინც გამოიყენა სიტყვა ავადმყოფი, ოღონდ ეს ამ სიტყვის ადრესატი იყო ოპოზიცია, რომელიც მას აკრიტიკებდა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც არის გამოხატული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მათ შორის დუშენის სინდრომის მქონე ბავშვების. ეს ხო პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. იქ ადამიანები ეხლა ყველანი არ ვერკვეოდით ასე კარგად თუ რა ტიპის არის ეს ავადობა, რაზეც იყო საუბარი, ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება რამდენიმე წლით გაუხანგრძლივდეს ამ ბავშვებს შეუქცევად სტადიაში გადასვლა და ამ დროს ხო შეიძლება რაღაც წამალი იქნეს კიდე მოგონებული, რომელიც თლად განკურნავს, ან კიდე უფრო გაუმჯობესებს მათ მდგომარეობას. მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია სპეკულირებს ამ თემით, აი ოპოზიცია ცდილობს, რომ ეს პროტესტი არ შეწყდეს როგორღაც და ეს თემა არ ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან და რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ისმოდეს ხელისუფლების მიმართ. დედები თავიანთი შვილების სიცოცხლისთვის იბრძვიან. აი ამიტომ არ ჩამოდის. ეხლა ლაპარაკი თუ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ თუ სპეკულაციას ეწევიან თვით აი ამ ბავშვების მშობლები, ეს ხომ არც სიმართლე არის და არც სინდისთან ახლოს არ არის. და ხედავდით, ხალხის რჩეულები არიან თითქოს ხო იმ პარლამენტში. ხო ხედავდით რაღაცა საოცარ გაკაპასებას, როგორც ტრებს ისე ელაპარაკებიან ამ ადამიანებს, არ ხვდებიან საერთოდ. ხო და ეხლა რეალობა რა არის ამ ქვეყანაში? 3 მილიონი ადამიანი შრომობს და 300 ოჯახი იღებს მთელ ამ შემოსავალს. ყველა პრივილეგია აქვთ მათ და ისიც არ უნდათ გააკეთონ, რომ ყველაზე უფრო დაუცველ ადამიანებს, ყველაზე უფრო მიუსაფრეებს, რომელთაც არ შეუძლიათ რომ თვითონ გადაირჩინონ თავიანთ სიცოცხლე, რაღაც ქრისტიანულად და გულისხმიერად მოეპყრან. მთელი ამათი ნარატივი რაზე არის აგებული, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ამ დროს ასე ექცევიან ბავშვებს, ასე ექცევიან გელათის ფრესკებს. იძახიან რომ თვითონ არიან პატრიოტები და ამ დროს ძარცვავენ ჯარისკაცებს და იძახიან რომ პენსიონერების მიმართ აქვს განსაკუთრებული პიეტეტი და ამ დროს ხანდაზმულთა სახლებიდან საჭმელი გააქვთ და ისე ძარცვავენ მათ. იზა ბაგაბაღებს ძარცვავენ. ამიტომ ეს არის მათი დამოკიდებულება. ამიტომ არის რომ ეს სულ არ მიკვირს რომ პოლიტიკოსების და ოპოზიციონერების მიმართ კონდეთ ასეთი დამოკიდებულება. ყველას მიმართ ეს დამოკიდებულება ანონსებს რომ უკვე ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის 28 ოქტომბერს გაიმართებაო. პაპუაშვილმა თქვა რომ შეუძლია მოემზადოს ოპოზიცია, მაშინ როდესაც აგერ ყობახიძე ისევ უანონსებს ასე ვთქვათ გაუქმებას რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიციის გარშე პოლიტიკური ველი არ არსებობს. არის ცნობილი ქართული ფილმი უპატარძლო ქორწილია ამბობს იქ ერთ-ერთი გმირი, ხო? ეხლა ოპოზიციის გარეშე როგორ შეიძლება არსებობდეს დემოკრატია? გაჯანსაღდება ისინი ამბობენ. გაჯანსაღდება თუ არ გაჯანსაღდება? კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა გაქრება და მათ ნაცვლად მოვა უფრო ჯანსაღი ოპოზიცია. როგორ შეიძლება რომ დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტოს რა გაჯანსაღდება და რა არ გაჯანსაღდება? ხო პათოლოგიურმა მატყუარამ ჩვენ ვიცით რომ 4 თვის წინ შექმნეს ფასების კომისია თითქოს და იქო რაღაც არაფორმალური გავლენები არისო, შეუშვეს სუსი უწყებებში, იყო ტერორის კამპანია, 7 მილიონერი იბარებდა ბიზნესმენებს და ელაპარაკებოდა 4 თეთრზე. ეს აი გამდიდრებული ხალხი ამ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად. და რა მივიღეთ დღეს? დღეს სახსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც სურსათი მაგალითად გაძვირებული არის 5%-ით. აი ეს არის ამ კომისიის საბოლოო დასკვნა. იაფი პროდუქტები ხომ დაასახელა პრემიერმა თქვა რომ 9 კილოგრამი ხორცი კონკრეტულად ერთ-ერთ სუპერმარკეტში შესაძლებელია იყიდო 10 ლარად. ან ეს 9 კილოგრამი რა საზომიერთეულია არ ვიცი და კვერცხი 4 და 60-ად. ხო, აი ვენეციელი ვაჭარი შაილოკივით ახლა რაღაცა გირუანკა ხორცზე გველაპარაკება ეს ადამიანი და მართლა გამახსენდა ნანული შევარდნაძის
ცნობილი გამონათქვამი, რომ ხო 14 ლარად ვიღაცას შეუძლია კარგი დიასახლისი. მოხდა რაღაცა რეინკარნაცია ამ ადამიანის და გადაიქცა ყობახიძე და სინამდვილეში არის ფიასკო. რაც მის კაბინეტს რაც დაემართა, ეს არის ფიასკო. ამბობდა რომ აი 4 თვეში აპრილის ბოლოს ნახავთ რომ ყველაფერი გაიაფებულია და აპრილის ბოლოს გამოდის ახლა და გვეუბნება რომ აი ვითომდაც ეს პროდუქტი უფრო იაფია იქ მე წაგიყვანთ სადღაცას და განახებთ ამას ეს შეიძლება აი ვიღაცას სიტყვა მოუგოს მაგალითად აი ამ ცინიზმით მაგრამ ადამიანებმა არ იციან თვითონ რამე გაძვირდა თუ გაიაფთა სინამდვილეში ეს ხო ყველა მიცის ამიტომ არის მისი კაბინეტის ფიასკო და ეს მარტო აქ კი არ გამოიხატა აი ამ ხორცის ფასებში და ზოგადად სურსათის ფასში გამოიხატა იმაში რომ ევროპას კიდევ უფრო დავშორდით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო ნაკლები ურთიერთობა გვაქვს რომ რაღაცა ხან ირანს შემოგვაჩეჩებენ ყველაზე უფრო დიდ მოძმედ და ხან კიდე შაჰაბაზის წლისთავებს ქართულთა გენოციდის წლისთავებს აღნიშნავენ ირანის საელჩოსთან ერთად. აი ეს ვითარება არის. ამიტომ არის ახლა დეზორიენტირებული ეს მთავრობა იციან რომ შესაძლოა ერთ დღეს ივანიშვილმა თქვას რომ აი მავრმა გააკეთა თავის საქმე და მავრი შეიძლება წავიდეს. და უნდა წავიდეს და აი ესე დამთავრდება უსახელოდ ყობახიძის კარიერა როგორც დამთავრდა მაგალითად მამუკა მდინარაძის. არა, მამუკა ეს მინდოდა მეკითხა თქვენ ახსენეთ რომ აი ნახეთ რა დაემართავ მის კაბინეტს და რა დაემართა დღეს ყობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ მისი ასე ვთქვათ მინისტრთა კაბინეტი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა ორი ვიცე-პრემიერი თქვა რომ ტექნიკურად ვერ აუდიოდა ამდენ საქმეს რაშიც დაეხმარება მათ შორის მამუკა მდინარაძე როგორც ვიცე-პრემიერი და მაკა ბოჭორიშვილზეც ისაუბრა რომ აუცილებელია ომისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება. აი ამ სიტყვების ბაქიბუქის მიღმა იქ წერია რა არის მამუკა მდინარაძის კომპეტენცია. არაფერი. არის კოორდინატორი სხვადასხვა უწყებებს შორის. ეხლა მართლა ნეტარ არიან მორწმუნენი თუ ვინმეს უნდა რომ დაიჯეროს აი ეს რაღაცა ინტელექტუალური სიბლაგვე რაც გვესმის ამ ადამიანის მხრიდან ხო დაიჯეროს მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული ყველა მიცის რომ ზუსტად აი მავრის ბედი გაიზიარა ეხლა მამუკა მდინარაძე ის აღარ არის საჭირო ის არის გამოყენებული რესურსი რომელიც უნდა მოისროლო და ეხლა შეაფარეს მინისტრთა კაბინეტს რომ თითქოს და რაღაცა ხანი ხელფასი კონდეს ალბათ და რაღაც თავის ოთახი კონდეს სხვა არაფერი როგორც პოლიტიკური ფიგურა დაკავშირებით მაშინ აი რა შეიძლება უკავშირდებოდეს ეს გარკვეული პოლიტიკური სვლა აი მაკა ბოჭორიშვილს რა წარმატება აქვს მითხარით აი საგარეო მინისტრი არის ხო? აი რა არის მისი წარმატება? ამბობდა რომ აი უნგრეთში ახლა მოხდება ეს, ჩამოყავდა აქ ორბანი, იყო მთელ ამბავში, აბა რაღაცა ყველასთან გაიფუჭა ურთიერთობა, არის ცნობილი გამოთქმა. რომ დიპლომატიის არსი რა, რომ ტრები გადააქციო მოკავშირეებად, მეგობრებად რო გადააქციო. შეიძლება ეს ვერ მოახერხოთ, ისეთი ვითარება იყოს, მაგრამ ყველა მეგობარი რომ ტრად გადააქციო, აი ეს მოახერხა მაკა ბოჭორიშვილმა. ქვეყნები, რომელიც ჩვენი უდიდესი მოკავშირეები იყვნენ, გნებავთ საფრანგეთი, გნებავთ იტალია, გნებავთ გერმანია, გნებავთ დიდი ბრიტანეთი, ყველა გადააქცია საქართველოს მოწინააღმდეგეებად. აი ახლა ჩადის რამდენიმე დღეში იტალიის პრემიერ-მინისტრი ბაქოში. ასევე რამდენიმე დღეში იმართება ევროკავშირის სამიტი, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩადის და ჩადიან ევროპელი დიდი ლიდერები. სომხეთს გაუხსნეს ახალი შესაძლებლობები, ვისაც რომ დიდი დატაბაზები იხსნება იქ და ეს არის მრავალი ასეული მილიონი სომხეთის ეკონომიკაში. ის სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას. ჩვენ სად ვართ საქართველოს სად არის? ხო, რა მნიშვნელობა აქვს ვიცე-პრემიერს მიარნიჭებს ახლა? ხო, არაფერი არ არის. საქართველოს მარტო დღეს კი არ კარგა, საქართველოს ზოგადად ისტორიულ ფუნქციას კარგავს. ჩვენ ვიყავით კავკასიის ცენტრი. და ყველაფერი ხდებოდა აქ კულტურული ცენტრიც აქ იყო თბილისი პოლიტიკური ცენტრიც აქ იყო სულ რამდენიმე წლის წინ საელჩოები აქ იყვნენ და დღეს ახლა ესტონეთის ელჩი მაგალითად გადადის უკვე ერევანში ამაზე ქართული ოცნების პასუხია მოვა მაისი როგორც ცნობილ სიმღერაშია ხო ნუ რა მაისი ჯერტი მოსული არის ეს მაისი და სხვა ჩვენი გვახსოვს კახაკალაძე იმას კი არა მოდა მაისი მოვაო აი აპრილი მოვაო მარტში ამბობდა აპრილი მოვაო მე არ მქონდა უკობახიძემ თქვა მე არ მithქვა აპრილი უკობახიძემ თქვა რომ მაისში იქნება ძალიან ხელშე
შესახების შედეგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პასუხსაც ალბათ მოისმენთ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა 2 საათში გასცა პასუხი, აი ამას არ ვიზიტი შედგება და თქვა ოფიციალურ განაცხადში თქვა, რომ არაფერი გამოსაცხადებელი ჯერჯერობით ჩვენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით არ გვაქვს. ესეც ტყუილი, აი მოკლეფეხებიანი ტყუილებით სულდგმულობენ. ეხლა რომ ერთი კვირას გადაინაცვლებენ და ახლა უკვე 2 საათიც არ დაჭირდა მათი ტყუილების გამომზეურებას. არაფერი ამ ხალხს აღარ აკავშირებს აღარც ტრადიციასთან, აღარც ეროვნულობასთან, აღარც ჩვენს იდენტობასთან, აღარც ისტორიასთან, აღარც აწმყოსთან. ესენი არიან საშოვარზე გამოსული ხალხი, რომლისთვისაც ბავშვის გაძარცვა, პენსიონერის გაძარცვა, ჯარისკაცის გაძარცვა ისევე ადვილია, როგორც კენჭის გადაგდება გვერდზე. აი ესეთი ადამიანები არიან დღეს ხელისუფლების სათავეში და ჩვენ უნდა გვესმოდეს და აი პირველ სიტყვაზე მოვიდეთ, უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციაში ეხლა დაპირისპირებები, განხეთქილებები კი არ არის საჭირო. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს ოპოზიცია და ყველა ადამიანი, ვინც ივანიშვილს ებრძვის, როგორც საქართველოს ეროვნული მოძრაობა. აქ ზოგს რაღაც ნაკლი ექნება, უზადო არავინ არ იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს აი ეს შეკავშირება ამ ძალების და თქვენი ნებართვით, თქვენს პირველ შეკითხვაში იყო საუბარი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე. სამი კანდიდატი გამოარჩია წმინდა სინოდმა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს პატრიარქის გამორჩევის აი ამ პროცესს იმით, რომ მეუფე დანიელი და მეუფე ისაია სრულიად გამოგონილი მიზეზებით იყვნენ გარიყულები აი ამ პროცესიდან. მე მინდა სულ 2 სიტყვით თქვა მეუფე ისაიაზე, ეს არის სრულიად გამორჩეული ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს თავისუფლებისათვის 2 ომში. მათ შორის აგვისტოს შემდეგ, როცა მის ეპარქიას ცეცხლი ეკიდა, მან არ დატოვა იქაურობა, პირდაპირ წინ დაუდგა რუსებს და ბოლომდე იქ იყო, ისე რომ თვით იმ საცხოვრის, სადაც ის ცხოვრობდა, მოხვდა ყუმბარები. მიუხედავად ამისა, არ მიატოვა თავისი მრევლი ის ქართველები, რომლებიც იქ იყვნენ დარჩენილები. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა არჩევანი. შეიძლება წამოსულიყო და წასულიყო საბერძნეთში და მიიღო განათლება. წასულიყო ანდა რუსეთში სადმე და მიიღო განათლება, აი ეს სასულიერო განათლება, თორე არის უზადო განათლების ინტელექტუალი ეს ადამიანი. მაგრამ მან აირჩია ქართველებთან ყოფნა იქ. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეუფე ისაია, რომ ოდესმე აი ეს თავგანწირვა, რომელიც მან გამოიჩინა ჩვენი ქვეყნისათვის, აღქმული იქნებოდა სხვადასხვა ადამიანების მიერ, როგორც ნაკლი, როგორც მისი დანაშაული და ამით ჩამოაშორებდნენ აი ამ საპატრიარქო გამორჩევისათვის პროცესს. ცენზის გამო თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ამის გამო არ მიეცა, როგორც ვიცი, მეუფე ისაიას აი ამ არჩევნებში მონაწილეობის ხო და რა უფრო დიდი განათლება შეიძლება ჯერ ერთი არის ღრმად განათლებული ადამიანი ვადასტურებ ამას მასთან ერთად წიგნები გვაქვს გამოცემული ჩვენ როდესაც ძველ ცხოვრებაში როდესაც გამომცემელი ვიყავი მათ შორის წმინდანებზე, მათ შორის სახარება ბავშვებისათვის, ერთად ხვდებოდით საქართველოს აცგანსვენებულ პატრიარქს ილია მეორეს და მისი ლოცვა-კურთხევით ვაკეთებდით აი ამ პროექტებს. ეს არის უზადო განათლების ადამიანი და რა არის ახლა მისი ნაკლი, რა არის მისი დანაშაული, რომ დარჩა იქ, სადაც ყოველდღე სიკვდილს ელოდა, როგორც ყველა ნამდვილი მღვდელმთავარი უნდა მოქცეულიყო. საშუალო წერილითაც მიმართა მან წმინდა სინოდს და განმარტა ის მიზეზები, რის გამოც არ აქვს მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგრამ ვინმე არის, ეხლა მე არავის არ მინდა რომ ის ალბათ დებულება და ამ დებულებას როგორც ამ მისი მოკრძალება არის კიდევ სულ სხვანაირად გამორჩეული. აი გვახსოვს ხო გრიგოლ ხანძელზე ლაპარაკობს მერჩულე, რომ ეს ვარსკვლავი უდაბნოთაი, ეს ვარსკვლავი უდაბნოთაი ჯორით გადაადგილდებოდა. აი მეუფე ისაია ამ თვალსაზრისით ძალიან გავს გრიგოლ ხანძელს. ერთის მხრივ თავგანწირვა თავისი რწმენისათვის, თავისი ქვეყნისათვის, თავისი სამშობლოსათვის და მეორე მხრივ აი ეს უდიდესი მოკრძალება, რომელსაც რაღაც ასხივებს ეს ადამიანი. ამიტომ ასეთი ადამიანები არიან ძალიან დიდი პატივისცემის ღირსები და ის წიგნი სხვათა შორის, რომელიც მან გამოსცა, აი ერთად გამოვეცით მეთქი, ბერ შუშანიაზე, წმინდანზე, შუშანიაზე,
ის შუშანიაც იყო ადამიანი, რომელიც დიდი ჭირიანობის დროს თავისი ხელით მარხავდა მიცვალებულებს და არ ეშინოდა რომ რამე გადაედებოდა. აი ეს კაციც დაუდგა წინ რუსის ჯარს და იყო იქ და დღემდე იქ არის და ნამდვილად ვერავითარ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ არავითარი კომპეტენცია არ მაქვს ახლა ამ სასულიერო საქმეებში ჩარევის ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ არ თქვა ეს კეთილი სიტყვები მის მიმართ რასაც ნამდვილად ისიმსახურებს. მადლობა ნუგზარ წეკლაურს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მათ გასაგონად ვამბობ ვინც პაციენტებს გულშემატკივრობთ და არა მათთვის ვინც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ უშველის სწორი და რეალური წამალი, ასეთი იყო ერთ-ერთი პასუხი, რომელიც დღეს პარლამენტმა მოისმინა ჯანდაცვის მინისტრისგან. საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა დღევანდელი მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში. კრიტიკა ისმოდა როგორც ოპოზიციის მხრიდან მინისტრის მისამართით, ასევე საკმაოდ წვავე და არაკორექტული, მოდი ასე ვთქვათ, იყო ჯანდაცვის მინისტრი ოპოზიციის მისამართით. რამდენჯერმე მან ოპოზიციასთან მიმართებაში სიტყვა ავადმყოფი გამოიყენა. გიორგი ჭანტურია, პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ კონდა თუ არა მოლოდინი რომ ასეთი მძაფრი იქნებოდა ჯანდაცვის მინისტრის რეაქცია იმ კრიტიკაზე, რომელიც დღეს პარლამენტში თქვენი თანაგუნდელების მხრიდან ისმოდა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით მაყურებელს. გულწრფელად რომ გითხრათ, მძიმე საყურებელი იყო დღევანდელი დღე, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართული ოცნებისგან მოულოდნელი უკვე რა არის, მე წარმოდგენა აღარ მაქვს უკვე. პირველ რიგში არ მინდა არ აღვნიშნო ის, რომ ტრაგიკულია ის არამხოლოდ ის ქართული ოცნება რა ლექსიკითაც საუბრობს დღეს ტრაგიკულია ის რომ იმ ადამიანებს მშობლებს პირველ რიგში რომლებიც თვეების განმავლობაში უბრალოდ შეხვედრას ითხოვენ პირისპირ თუნდაც ჯანდაცვის მინისტრთან თუნდაც პრემიერ-მინისტრთან ამ ადამიანებს ვერ ელაპარაკებიან და ტრაგიკულია ის როცა ოცნება მე-14 წელს ამ ადამიანებს მშობლებს რომლებიც მე რამდენი ღამეა უკვე კანცელარიასთან ციფერლებთან ათენებენ ბრიფინგებიდან ელაპარაკებიან და რაღაც განცხადებები ძიმე სანახაობა იყო მაგრამ ეს არ ყოფილა ახალი, რადგან პირად საუბრებშიც ბატონ სარჯულაძეს არაერთხელ აღნიშნავს უკვე რომ არ გადაიხდის მთავრობა ფულს იმაში, რომ მხოლოდ რამდენიმე წლით ბავშვებს გაუხარისხებონ ეტლში გადაყვანის პროცესი, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელი არის. როგორც არამხოლოდ ოპოზიციური ამორჩევლისთვის, პირველ რიგში დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ამორჩევლისთვის, იმიტომ რომ ქართულმა ოცნების ამორჩევლმა დარწმუნებული ვარ ხმა საერთოდ სხვა პარტიას მისცა. ფული არ არის, ეს არის პრობლემა რეალურად. ფაქტებს არა, მინისტრი ამბობს, რომ წამალზე არ არსებობს, ასე ვთქვათ, საბოლოო დასკვნა, რომ ის არის განკურნების საშუალება. ანუ ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ რეჟიმში იტესტება ეს მედიკამენტი შეიცავს მაღალ რისკებს იმ ადამიანებისთვის, ვინც მას რაც შეეხება ამ რისკებს, რა შეიძლება ახლა ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ მშობლები როცა ამაზე ლაპარაკობენ, თვითონ მშობლები აცხადებენ ღიად. რა შეიძლება ჩემ შვილს დაიმართოს იმაზე უარესი, ვიდრე ახლა მას სჭირს, ხო? მეგობრებო, ამ ბავშვებს სჭირდებათ წამალი, ახლა ძალიან ჯანდაცვის მინისტრზე უკეთესად ამ მშობლებმა იციან. სიმართლე რომ გითხრათ, ახლა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს მშობლები ბევრად უკეთ გაერკვნენ ამ წამლების ეფექტიანობაში, არის ფაქტები. არსებობს საქართველოში ასევე ბავშვი მოზარდი, რომელიც ერთ-ერთი მედიკამენტით კონკრეტულ სახელს არ დავასახელებ სპეციალურად, სარგებლობს და ამ ადამიანს ამ ბავშვს აქვს შედეგები, აქვს ეფექტი. ასევე არ მინდა აღნიშნო აქონდროპლაზიის შემთხვევები, ხო? როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ძალიან კარგად გვახსოვს, იგივე ციტატით გამოვიდა ის წარსგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრიფინგი და განაცხადა, რომ ზუსტად იგივე სიტყვა-სიტყვით ციტატა მოიყვანა, რომ ეს წამალი არ ვიცით, რისი მომტანია, ამიტომ ამ წამალს ვერ შევისყიდით. საბოლოო ჯამში ბავშვებმა წამალი მიიღეს, მაშინ სისტემაზე ბავშვებმა გაიმარჯვეს და დღეს მოცემულობით ამ ბავშვებს ძალიან კარგი შედეგი აქვთ, უმეტად არიან ბავშვები, რომლებსაც ერთ სეზონში 10 და 12 სანტიმეტრი აქვს სიმაღლეში მომატებული და წარმოუდგენელი იცით რა არის, როცა რეალურად საქმე გვაქვს ძალიან მარტივ რამესთან. ოცნებას თავის მე-14 წელს მმართველობის ძალიან უჭირს დათმოს
ის ძალაუფლება და ის ბიუჯეტი, რომელსაც საკუთარი თავისის მოიხმარს. მინდა პირველ რიგში ბატონ სარჯველაძეს გავახსენო, რომ მისმა გუნდის წევრებმა როდესაც 2024 წელს ოფშორების კანონს მხარი დაუჭირეს, ამ კანონით ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და საქართველოს ბიუჯეტში 9 მილიარდის გადასახადი ჰქონდა პასუხი, რომ ძალიან დიდი უსინდისობაა, როდესაც აი ამ ჯანმრთელობის პრობლემას ბიძინა ივანიშვილის რაღაცა საგადასახადო ვალდებულების თემას უკავშირებდა აბამო. ეს მოულოდნელი ფაქტი იყო, როცა დღეს 2 კვირის განმავლობაში ველოდებოდით ჯანდაცვის მინისტრისგან ინტერპელაციაზე წარსდგებოდა თუ არა ამ ადამიანს 2 კვირის განმავლობაში ამზადებდნენ და იმის მაგივრად რომ მოგვესმინა, რისთვის არის მზად ჯანდაცვის სამინისტრო რომ ყველაფერი გააკეთოს ამ ბავშვების გადასარჩენად, ბიძინა ივანიშვილის დაცვის რეჟიმში ჩადგა ბატონი სარჯველაძე და 500 მილიონი ბიუჯეტში არ გადახდილი. ეს თუ სალაპარაკო არ არის იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა აი ამ ბავშვებს და მის მშობლებს უწევთ ყოველდღიურ ტრაგიკულობაში ცხოვრება, მაშინ არ ვიცი, ქართულ მოცემის აღმოჩენილმა შეაფასოს, მაშინ რა არის სალაპარაკო. ზოგადად არ არის ხომ ეს უკვე ახალი როგორ შეეჩვია სამწუხაროდ ქართველი ამორჩევალი ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნების მინისტრებისგან, დეპუტატებისგან მსგავსი უტიფრობების განცხადებების მოსმენას, მაგრამ მე რა მინდა იცით რომ შევაფასოთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთოდ აი რაც ქართულმა ოცნებამ ეს დაპირებები წინასაარჩევნო დაპირებები გასცა, რაც ირაკლი ყობახიძე პრემიერ-მინისტრად აირჩა. აი ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა? აი კითხვა რომ დავსვათ საერთოდ თავი გვერდზე გადავდოთ აი ეს დღევანდელი ტრაგიკული დღე, ამის მიღმა ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა? აი კორუფცია დაამარცხა, როცა კახკალაძე არის ისე თბილისის მერი. გამოავლინა კორუფციონერები საკუთარ თანაგუნდელებშიც. კორუფციონერები არ გამოავლინა, უბრალოდ კორუფციაზე ძალაუფლება მოიპოვა ქართულმა ოცნებამ. არაფერი იყო, ვინმეს ახლა თუ ჯერა რომ ირაკლი ყობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ დაიჭირა რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ბიუჯეტიდან ფულს იპარავდა, ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ციხეში დგას ზის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის მოპარული ფული საერთო კასაში არ გადაანაწილა და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ამორჩევლებს ეს უკვე ძალიან კარგად კრიმინალს გამოუცხადა ძალიან აგრესიული ბრძოლა და ვიცით რომ გელაძის ministrobis კრიმინალი დაამარცხა. მართლა მაინტერესებს ფასები შეამცირა, ტერიტორიები დაიბრუნა. ერთი ასე ვთქვათ ნარკოდანაშაულის ფაქტი იქნა გამოვლენილი, აკვეთილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ არაერთგზის კითხვა გაუგზავნეთ, სადაც ვითხოვდით, რომ სტატისტიკა გამოიგზავნა ჩვენთვის პასუხად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით ბოლო პერიოდში ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდების საქართველოში. საქართველოში ბოლო პერიოდში ამას იმედზე და რუსთავიორზე სამწუხაროდ არ ყვებიან. ბუმი არის სამწუხაროდ ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდების და ეს არის მათი არჩეული ნარკოპოლიტიკა. ეხლა ირაკლი ყობახიძე თუ იმის კონკრეტული შემთხვევების საფუძველზე გაქვთ ინფორმაცია და იმდენად ასე ვთქვათ სისტემური ხასიათი მიიღო ამან რომ ჩათვალეთ საჭიროდ მოგეთხოვათ უკვე დაზუსტებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს 10 წლის ბავშვმაც კი იცის ნარკოტიკი როგორ შეიძლება რა პირობებით შეიძლება იყიდოს. ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ეს ყველაფერი და ეს როცა 10 წლის ბავშვმა იცის, პირველ რიგში რა თქმა უნდა იცის სუსმა და იცის შინაგან საქმეთა სამინისტრო. და იმის მაგივრად რომ ეს არ ვიცი, ძალოვანი უწყებები ამაზე მუშაობდნენ, ეხლა რა ვხედავთ ხო, რაღაც მინისტრი შეიცვალა, მინისტრი გამოიცვალა, ვიღაცა გენერალად დანიშნეს, დღისით მე საღამოს კოორდინატორად დანიშნეს, უბრალოდ თამაშობენ ეს ადამიანები, როცა პარალელურად ვხედავთ რომ არაერთი ახალგაზრდა ძალიან სამწუხაროდ ნარკოტიკების ზედოზირებისგან გარდაიცვალა, რაცაც პასუხები ჭირდება სისტემისგან. ჩვენ კითხვები დავსვით, რაც კითხვები არ მოგვისმენია და იცით რომ ბატონი გიგა გელაძე სულ რაღაც გუშინ იყო მობრძანებული პარლამენტში და ჩვენ მზად ვქონდა კითხვები, საკომწაო კითხვები, რაც საზოგადოებაში იყო და არის, კომიტეტი დახურეს და სესიაზე მხოლოდ კენჭისყრა გამოიტანეს. აი გიგა გელაძე აირჩიეს ქართულმა ოცნებამ აირჩია 100. ვერც კითხვა ვერ დავსვით, სუსის ხელმძღვანელი, ვერც კითხვა ვერ დავსვით, ვერც პასუხებს შესაბამისად ვერ მოგვისმინეთ. ეს არის კაფიო სიგნალი იმის. ახლა გაქვს შესაძლებლობა იგივე შეკითხვებით მიმართოთ უკვე სუხან თამაზაშვილს, ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს. საბოლოო ჯამში ამ კითხვის ავტორი ერთი ადამიანია და ძალიან კარგად ვიხილეთ, როცა ბატონი ალიევი ვიზიტისას ჩამორძანებული იყო და ბიძინა ივანიშვილმა მასპინძლობის დროს, როცა ირაკლი ყობახიძე ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი სადღაც კუთხეში მიაყენა. ამით მესიჯი გაუგზავნა მთელ საქართველოს, რომ ეს არის ადამიანი, ვინც გინდათ დაუძახეთ ნომერი 2. ამიტომ ეს კითხვები, რა თქმა უნდა,
და საბოლოო ავტორი ამ კითხვების საბოლოო ჯამში არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ძალიან კარგად იცის ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ვერტიკალში ვინ მართავს ამ ყველაფერს. ირაკლი ყობახიძეს არ აქვს იმის შესაძლებლობა ძალოვანი მინისტრები მოხსნას და დააწინაუროს. ირაკლი ყობახიძეს რაც შეეძლო 6 თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვიხილეთ. გენერლის სტატუსი მიანიჭა ბატონ დინარაძეს, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა მოხსნა და საღამოს კოორდინატორის სტატუსი მიანიჭა. და მე კიდევ ერთხელ დავძავსვამ კითხვას. ბოლო 6 თვის განმავლობაში, რაც ყობახიძე საერთოდ პრემიერ-მინისტრია, ქართულმა ოცნებამ მართლა რა გააკეთა? განათლების რეფორმა მიიყვანა ბოლომდე? ფასები დააკლო. ხო, სხვათა შორის ჯერ კიდევ აპრილის თვეა, მაისში ვიცით რომ მასრულებს ხომ ეს კომისია მუშაობას. შესაძლებელია რაღაცი როგორ ფიქრობთ რა გამოსავალს გამონახავს ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნება გარდა იმ განცხადებისა რაც გუშინ ყობახიძისგან კვერცხთან და ხორცის ფასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. ხო, მე არ ვიცი რა ყობახიძეს გეგმაში რა აქვს და როგორ აპირებს ამ ყველაფერს. გუშინც ვიხილეთ როგორ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა ხორცის ფასზე მოუწია და მითითება იმაზე რომ აი წამოვგზავნით ახლა სუპერმარკეტში და აგარჩევინებთ 9 კილო ხორცს 10 ლარად. წარმოუდგენელი რამე იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პირობა დადო, რომელიც არავის არ უთხოვია რეალურად თვითონ გამოვიდა და ადამიანმა პირობა დადო რომ 3 თვის შემდეგ საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტები და არა მხოლოდ გაიაფდება. რამე გაიაფთა? მეტ გაიაფთა კი არა, მეტიც. ციფრებით манипуляция უყურს ქართულ ოცნებას ძალიან და ხშირად იყენებენ ამ ხერხს და რომ ეკონომიკა იზრდება თვიდან თვემდე და რეალურად ეკონომიკა მართლა იზრდება მეგობრებო თვიდან თვემდე, მაგრამ ფაქტებს რომ გადავხედოთ, ბოლო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ფასმა მოიმატა. პროდუქტების ფასმა მოიმატა, გაზმა მოიმატა, წყალმა მოიმატა, მანქანების აქციზმა მოიმატა, საწოლმა მოიმატა, სკოლაც კი გაზვირდა ბავშვებისთვის, რომლებიც შიმშილით არიან სკოლაში, იმიტომ რომ უკვე ფორმები აქვთ ამ ბავშვებს საყიდელი და რა გაიაფთ ამ მხოლოდ იცით? ქართული მიწა, რომელიც არაბებზე გაყიდეს. და ღირსება გაიაფთა, როცა მამკომ დინარაძეს გენერლის სტატუსი მიანიჭეს. აი ეს გაიაფთა ქართული ოცნების პირობებში. რას აპირებს ირაკლი ყობახიძე? წარმოუდგენელია, უბრალოდ შეუძლებელია. რადგან თვითონ ძალიან კარგად იცის ბიზნესი, რომელსაც წინას საარჩევნოდ ჩავი ფული ოცნების კასაში მიაქვს, ეს ბიზნესი არაფერს ფას არ შეამცირებს. და პირველი ეს ძალიან კარგად იცის ირაკლი ყობახიძე და უფრო მეტიც, მე მგონია რომ ფასების კომისია ირაკლი ყობახიძის ასე დამიზნებული კომისია არის. ძალიან მალე ირაკლი ყობახიძე გაიზიარებს იმებს, რაც ბედის გაიზიარა მამუკამ დინარაძემ სულ რამდენიმე კვირა დარჩა ამ თვე შეიძლება ეს დავთვალოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ ირაკლი ყობახიძე გამოსამშვიდობო პერიოდს ვადენებთ ახლა თვალს ადამიანს, რომელიც პრემიერ-მინისტრის რანგში ესე კუთხეში პატარა ბავშვით მიაყენა ბიძინა ივანიშვილი. მადლობა გიორგი, გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი ჭანტურიას, პარტია გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრს უსმენდით. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება პარასკევს. მე და თქვენ ხვალად ვხვდებით ერთმანეთს პალიტრო ნიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე.